მშვენიერია. წარმოდგენის სანახავად გამზადებული მღრღნელები. ვიც ეძახი მღრღნელებს, დაიკო? მეც იყვივარ. მე გიწოწონა. ეს თაგვები ვეღარ მოვიცილე. აი შენც გამოჩნდი. ჩემო ყვავილო, ჩემო ჩიტუნია, ჩემო მშვენიერო, მაინც რა მოხდა აქ? მეკონა ერთ-ერთი მცველი ჩემს მხარეზე უნდა გადმოგებირებინა, მაგრამ როგორც ვატყობ, ახლა ერთი მცველით ნაკლები მყავს. მე ვეცადე, მაგრამ ისეთი წინადადება შემომთავაზა, რომ უარი ვთქვი. კარგი, რა გაეწყობა 2 წლის სამსახურს კი არ გამოვაკლებ, მგონი კიდევ დაუმატებ, სხვა დროს უფრო მოინდომებ. მე არაფერ შუაში ვარ. ყველაფერი საოცარი ბიჭუნას, ჰერაკლეს ბრალია. ჰერაკლე? რატომ აგონებს ეს სახელი რაღაცას? არ ვიცი, იქნებ ფული გმართებს მისი. როგორ თქვი? რა ქვიაო? ჰერაკლე. თავს სოფელ გლეხუჯად ასაღებს, მაგრამ მე ვერ გამაცურებს. მოიცა. იმ სახლის პატრონს ჰერაკლე არ ერქვა ჩვენ რომ ღმერთებო. მოიქცეთ. ესე იგი თქვენ მას მოუვარეთ. სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ჰქონდაო, თუ არ ვწდები ასე ბრძანეთ. იქნება სხვა ჰერაკლეა. ხო, ახლა ეს სახელი ძალიან მოდაშია. არ გახსოვთ, ერთ დროს ყველა პიციაზოს არქმევდნენ. გოგოებს კი ბრიტანის. მე ქვეყნიერების გადაბრუნებას ვაპირებ და ერთ-ერთი არსება, რომელსაც ჩემთვის ხელის შეშლა შეუძლია ახლო დღეებში დაეხეტება, ეს ხომ საშინელებაა. მოიცავს მას! ჩვენ შევძლებთ მის მოცილებას! ბოლოს მოგვდავად ხომ მოგძიეთ? არც ესაა ცუდი. საბედნიეროდ ჯერ გვიან არ არის. კიდევ მოვასწრებთ ამ გაუგონარი დაუდევრობის გამოსწორებას. გაფრთხილებთ ამ ჯერზე ბრძანების შეუსრულებლობას აღარ მოვითმენ.